თურქული მხარე საქართველოს სატრანსპორტო სფეროში ახალ ინვესტიციებს განახორციელებს. ამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს შორის მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად თურქული მხარე ვალდებულებას იღებს არსებული ავტოსადგურების მოდერნიზაცია მოახდინოს, აშენოს ახალი სამგზავრო ტერმინალები, ჩამოაყალიბოს კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამედროვე და კომფორტული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას. ახალ სტანდარტებზე გადასვლას თურქული მხარე ქართულ მხარესთან შეთანხმებით ნოემბრიდან გეგმავს. ჩვენი თავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ჩვენი გადამზიდავები და იგივე თურქეთის გადამზიდავები უფრო ადვილად მოქმედებდნენ საბაჟო რეჟიმების მოვა ალბათ დრო, რომ საერთოდ საბუთიც არ დაჭირდება. რა სწორედ ეს არის მთავარი და ჩვენ თურქულ მხარეს ვთხოვეთ დახმარება, კონსულტაციები, რათა ამ რეფორმის პერიოდში მათი გამოცდილება გავიზიაროთ. ორი დღეა ჩვენი დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ნაყოფიერი მუშაობა გქონდა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. განვიხილეთ სახმელეთო ტრანსპორტის საკითხები, განსაკუთრებით მგზავრთა გადაყვანის შესახებ. ჩვენ ქართულ მხარეს აღუთქვით, რომ მზად ვართ ყოველგვარი ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ საქართველოს ამ დარგის განვითარებისთვის. საქართველოსა და თურქეთს შორის არის პოლიტიკური ნება, რაც ჩვენი ქვეყნების პირველი პირების ურთიერთობაშიც აისახება. ეს კი პოზიტიური იქნება როგორც სხვა დარგის, ასევე სახმელეთო ტრანსპორტირების განვითარებაშიც.